მოგესალმებით კოლეგებო, კორუმი არის და სხდომას გასყიდად ვაცხადებ. სხდომის დღის წესრიგით წარმოდგენილი გვაქვს ერთი საკითხი, ეს გახლავთ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესი წარმოდგენილი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მეორე მოსმენა, ჩვენ მოგიხსენებათ წინა კომიტეტზე მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე დავაბრუნეთ აღნიშნული კანონპროექტი გარკვეულ მიზეზთა გამო და ჩვენ ყავს მოხსენებელად საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ბატონი ვახტანგ ბაჩიაშვილი, მოგესალმებით ბატონო ვახტანგ და გთხოვთ გვითხრათ კონკრეტულად რა ცვლილებები შევიდა დღეს წარმოდგენილი კანონპროექტში. მოგესალმებით, როგორც აღნიშნეთ, ამ შემთხვევაში მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე დაბრუნების მოტივი იყო ინტერნეტ პროვაიდერების მიერ გამოთქმული მოსაზრებები ამ კანონის აღსრულებაში მათ როლთან და მონაწილეობასთან დაკავშირებით. შევისწავლეთ ჩვენ აღნიშნული საკითხი, ცალკეული კორექტირებები განიცადა კანონპროექტმა და მუხლობრივი განხილვისას მეორე მოსმენის რეჟიმში მოგახსენებთ იმ ცვლილებებს, რომელიც წარმოვადგინეთ. დიახ, მადლობა. მაშინ მუხლობრივად ჩავყვეთ, ხო? კი ბატონო. ესე იგი, პირველი მუხლის პირველი პუნქტი. პირველი პუნქტი შეიცავდა შუალედური მომსახურების მიმწოდებლის განმარტებას, იქიდან გამომდინარე, რომ ამ კანონის მიზანი არ არის არა განმარტება, არამედ შუალედური მომსახურების მიწოდების იმ სტანდარტის აღება, რომელიც ელექტრონული კომერციის კანონით არის გათვალისწინებული, ამ კანონის მიზნებისთვის ცალკე დამოუკიდებლად აღარ განიმარტება უკვე შუალედური მომსახურების მიმწოდებელი და დამისამართება გაკეთდება ელექტრონული კომერციის კანონზე. ასაგებია. პირველი მუხლის მეორე პუნქტი. მეორე პუნქტში შევიდა უკვე ძირითადი ცვლილება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება სწორედ ინტერნეტ პროვაიდერების პოზიციას. ამ შემთხვევაში კანონის თავდაპირველი რედაქცია ითვალისწინებდა რეგულირებას, რომლის შესაბამისად საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევად ჩაითვლება ელექტრონული კომერციის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შუალედური მომსახურების მიმწოდeblis მხრიდან ამ შეტყობინება აღების პრინციპის დარღვევა. იქიდან გამომდინარე, რომ რეალურად ამგვარი ვალდებულების შესრულება შუალედური მომსახურების მიმწოდებელს ტექნიკურად შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის არა მარტო ინფორმაციის გამავრცელებელს, არამედ მის მასპინძელს, ეგრეთ წოდებულ ჰოსტინგს წარმოადგენს. დაკონკრეტება მოხდა სწორედ ამ ნაწილზე და დარღვევად საავტორო და მომიჯნავე უფლების შესახებ კანონის მიზნებისათვის მიიჩნევა არა ყველა შუალედური მომსახურების მიმწოდებლის მხრიდან ამ ვალდებულების დარღვევა, არამედ მხოლოდ ჰოსტინგის მიმწოდებლის მხრიდან ამ ვალდებულების დარღვევა. დაზუსტებისთვის აღნიშნავ ამ შემთხვევაში, რომ ზოგადი მონიტორინგის ვალდებულება ელექტრონული კომერციის შესახებ კანონით ისედაც გათვალისწინებულია შუალედური მომსახურების სხვა ისეთი მიმწოდებლებისათვის, როგორც არიან გამტარებლები და ქეშინგის განმახორციელებლები, საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონისთვის დამატებითი მექანიზმია უკვე საავტორო და მომიჯნავე უფლების მფლობელისთვის გარანტია, რომ ყოველგვარი ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობის გარეშე მოხდეს თვითონ მასპინძელსა და საავტორო უფლების მფლობელს შორის შესაბამის სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე შეტყობინება და ამ შეტყობინების საფუძველზე ინფორმაციის აღება, ან მასზე წვდომის შეზღუდვა ელექტრონული რესურსებიდან. აქედან გამომდინარე, საავტორო და მომიჯნავე უფლებების კანონის მიზნებისთვის იქნება ჰოსტინგის მხრიდან ამ ვალდებულების დარღვევა, უკვე ვალდებულების დარღვევა, რომელსაც აღარ დაჭირდება დამატებით არც ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მის სამართალდარღვევად გამოცხადების შესახებ, არც სასამართლოს განჩინება, თუ ამგვარი ვალდებულება დაირღვევა და 24 საათის განმავლობაში მოხდება არ აღება ამ დოკუმენტის, მაშინ ჩაითვლება უფლების დამრღვევად. დანარჩენ ნაწილს რაც შეეხება იმას ელექტრონული კომერციის კანონი ისედაც არეგულირებს, თუმცა ელ-კომერციის კანონისთვის დამატებითი ადმინისტრაციული ბარიერების გადალახვა არის შესაბამისი უფლების მფლობელი პირისთვის საჭირო. ამ შემთხვევაში თუ 24 საათს გადააცილა რა ხდება, ანუ ადმინისტრაციული დაჯარიმება ხდება? ამ შემთხვევაში მოხდება ზიანის ანაზღაურების უფლების წარმოშობა საავტორო უფლების მფლობელისთვის. ზიანის ანაზღაურების უფლება კი გამოიყენებს იმ სტანდარტს, რომელიც ზოგადად ზიანის ანაზღაურების უფლებისთვის არის, დარღვევის სიმძიმე, პრევენციისთვის გარკვეული მონეტიზაცია იმ დარღვევის, რამაც უფლების დარღვევა გამოიწვია მისთვის ამ გამავრცელებლისთვის შესაბამისი ეკონომიკური სარგებელი და ამ სარგებლიდან გამომდინარე სანქციის დაკისრება, რომ მას პრევენციული ხასიათი ჰქონდეს. იმიტომ რომ ტექნიკურად სრულიად შესაძლებელია ჰოსტერისათვის, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს, რომ დაუყოვნებლი მყისიერად გააქროს ეს ინფორმაცია ან შეუზღუდოს მასზე წვდომა და ამით დაცული იქნეს ეფექტურად საავტორო უფლების მფლობელის ინტერესები. ასაგებია. პირველი მუხლის მესამე პუნქტი. მესამეში აღარ შესულა ცვლილება. მეორე მუხლი.
მეორე მუხლიც უცვლელია. მეორე მუხლი უცვლელია. კარგით, გასაგებია. კითხვები ხომ არ არის? მოსაზრებები ხომ არ არის? მაშინ ჩვენ შეგვიძლია გადავიდეთ კენჭისყრის ეტაპზე და შეგვიძლია რომ წარმოადგენილ კანონ პროექტს მეორე მოსმენით უყაროთ კენჭი. გთხოვთ, ვინ არის მომხრე? შესაბამისად უმრავლესობით, აბსოლუტური უმრავლესობით კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება საკითხთან დაკავშირებით. სხდომა დახურულია. დიდი მადლობა.